მოგესალმებით ყველას. გადავწყვიტე რომ გამიკეთებინა კომპანია Campofriosთან ერთად, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ესპანური ხორცს პროდუქტები, არის უმაღლესი ხარისხის, 70 წელზე მეტია, რაც ბაზარზე არსებობს და აწარმოებს ამ პროდუქტებს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვა, იმიტომ რომ ესპანეთი და საქართველო თითქმის დაახლოებით ძალიან გავს კერძებიც ერთმანეთს და რაღაცა ტრადიციებიც. კერძი, რომელსაც მოვამზადებ, ფაბადა ესე ქვია. გავაკეთოთ, ერთად დავაგემოვნოთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ. დავიწყოთ ჩამოვთვლი ინგრედიენტებს, რა დაგჭირდება ამისთვის, ეს არის კარტოფილი, ლობიო, ხახვი, სტაფილო, ნიორი, პილპილი მარილი, დაფნის ფოთოლი და ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა. ასევე Campofrios ზეხვეული ჩორისო, გვაქვს აქ ხამონი. დავიწყოთ ხახვით, თავი გვეყოფა ლიანობაში. ნიორი, ესე პირიქით იმიტომ ვჭრი, რომ უფრო კარგად დაინაყოს. მოკლედ დავიწყოთ მომზადება, ხახვი დაჭრილი გვაქვს, გათლილი კარტოფილი, სტაფილო, ცოტა ხორცებს დავჭრი ახლა, აი მარადჩოულებრივ ბეკონს, ასე ვთქვათ. სკანიც მოვაცილოთ. და ესე პატარა კუბიკებად დავჭრათ ეს ყველა. ცოტა ჩორისო დაგჭირდება. დიდი ნაჭრებად დავჭერთ, დიდი ნაჭრებად. დავჭერით, შეგვიძლია გადავიდეთ მომზადების აქცია, ასე ვთქვათ. დავიწყოთ, პირველ რიგში ჩავყაროთ ესე ჩვენი ხორცეული. ცოტა მოვთუშოთ. მოსობაში მე სანამ ეს მოითუშება, შეგვიძლია სტაფილოც დავჭრათ. აი ნახეთ როგორი ყვითელი ფერი გაუშვა სუნელების. ასევე კარტოფილიც. ვყავით ხახვი, ოდნავ რომ მოიბრაწება. მოითუშა ოდნავ ჩვენი, ასე ვთქვათ, ხახვი და ხორცს პროდუქტები, დავამატოთ სტაფილო, ასევე კარტოფილი, დაფნის ფოთოლიც ჩავაგდოთ, 1-2 ცალი. ძალიან უხდება, თუშოთ 1-2-3 წუთი. კარგად მოითუშა. აგერ გვაქვს ლობიო, ესე გადავწყობ სავით. რაოდენი წყალიც დავამატოთ. და დაველოდოთ კარტოფილის და სტაფილოს მოხარშვას. მეგობრებო, მოკლედ, აგერ მოიხარშა კარტოფილიც, სტაფილოც და დაგვრჩა ის, რომ დავამატოთ ლობიო, მთავარი ინგრედიენტი, ლობიო და ჩორისოები შიგნით არის უკვე. და ეს კარგად ესე გადაურიოთ და სულ ცოტა ხანი ვაცადოთ, რომ აი ლობიოსთან ერთად ამ ლობიომაც აიღოს მთელი აი ეს არომატები. ცოტა მარილი გავუკეთოთ, ცოტა პილპილი. მარილი მაინც გასინჯეთ, იმიტომ რომ ზეხვეულს აქვს თავისი მარილი და ზედმეტი არ მოგივიდეთ. ცოტა ესე შეგიძლიათ ლობიოც ამოლესოთ. კარგად, გემრიელად, რომ ცოტა ის სისქეც მისცეს. მოკლედ დასრულებულია, შეგვიძლია თეფშზე გადავიტანოთ და გავალამაზოთ საახალწლო სუფრა. ფაქტიურად დასრულებულია. ასე რომ წავიდოთ დავდოთ მაგიდასთან. Campofrio გილოცავთ ახალ წელს.